გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძესთან ერთად სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა სომხეთსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის კუთხით სავაჭრო ურთიერთობების გაზრდასა და გარემოს დაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა. როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ღვინო არის ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც სომხეთში გადის ექსპორტზე. თუმცა გაზრდის რეალური პოტენციალიც არსებობს და თანამშრომლობით კარგი შედეგების მიღებაა შესაძლებელი. ჩარში მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა შესაძლებლობები საკმაოდ დიდია, პოტენციალი დიდია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდა, სადაც პოტენციალი არსებობს და თავისთავად ცხადია ამ მიმართულებით იქნება საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა. აგრეთვე მინდა ვთქვა და აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვის მიმართულებითაც არის რიგი საკითხები, რომელიც შეგვიძლია რომ ერთიანი რეგიონის ნაწილში ვიმსჯელოთ, ერთობლივად ვიმუშაოთ და შესაბამისად თავისთავად ცხადია ერთობლივი კონსენსუსის შედეგად გადავწყვიტოთ. აგრეთვე არსებობს პრაქტიკები, რომლებიც შეგვიძლია გაუზიაროთ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში საკმაოდ აქტუალური და აყოფიერი თანამშრომლობა შედგეს ამ ურთიერთობის ფარგლებში. რა პროდუქტები გადის სომხეთში, საქართველოსთან რომ გარგაირო შემოდის ალბათ ჩვენთან ეგვირის. ღვინო ერთ-ერთი პროდუქტია, რომელიც გადის, თუმცა მაგიტომაც ვთქვი, ანუ პროდუქტები სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის საკმაოდ ბევრი, რომელიც ექსპორტზე გაქვს, თუმცა აგრეთვე იმპორტიც არის, ამიტომ აღვნიშნე, რომ ვაჭრობა სოფლის მეურნეობის პროდუქტები საკმაოდ აქტუალურია. თუმცა კიდევ ვიდა აღვნიშნო და ხაზი გაუსვა, რომ პოტენციალი არსებობს, რომელიც შეგვიძლია რომ ძალიან კარგად გამოვიყენოთ და ურთიერთ თანამშრომლობის და ურთიერთსარგებლობის რეჟიმში საკმაოდ კარგი შედეგები მივიღოთ.